ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის პოსტზე განათლების მინისტრი ზაზა აბაშიძეს ოფიციალურად დანიშნავს. მისი კანდიდატურა გუშინ პრემიერმა დაამტკიცა. ახალ პოსტზე მუშაობას აბაშიძე უახლოეს დღეებში შეუდგება, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები კი უკან დახევას არ აპირებენ. ცენტრში აუდიტის სამსახურია შესული, რომელიც მის საქმიანობას სწავლობს. არ არის კონკრეტულად თქვათ რომელიმე ზაზა აბაშიძეში ან სხვა ადამიანში პრობლემა. დაგვიბრუნან ჩვენ ეს უფლება ცენტრის სამეცნიერო საბჭოს, რომ მან ზუსტად აირჩიოს ისეთი მენეჯერი, როგორიც ჩვენ მიგვაჩნია, რომ ცენტრის წარმატებული მომავლისთვის იქნება, ასე ვთქვათ, აუცილებელი. ჩვენ ასეთ კანდიდატად მიგვაჩნია უბა კუტავა. ვიცი რომ პრემიერ-მინისტრმა დაამტკიცა, მაგრამ ბრძანება დანიშნავდა ჯერ კიდევ არ არის. მე ჯერ ცოტა რაღაც შეუძლოთ ხარ და აქედან გამომდინარე 1-2 დღე შეიძლება გაგრძელდეს ეს ყველაფერი და ან პარასკევს ან შაბათს აი ვნახავთ. როგორც კი მე უკეთ გავხვდები. მე მივალ შევხვდები მათ და ველაპარაკები, დარწმუნებული ვარ რომ ბევრი დარჩება თავის ადგილზე. რეორგანიზაციას ვაპირებ, იმიტომაც მივიდიოდი მან რომ მოხდეს რეორგანიზაცია და ეს თავისთავად რაღაც გადაადგილებებს მოითხოვს. ის კატეგორიულად წინააღმდეგია რომ იმუშაოს ზაზა აბაშიძესთან, ის ალბათ თვითონ წავა.